გარემოზე შექმნის სიტუაციას და გარკვეულად რო შეიძლება ზემოთ თონის ალტენ კამპანია, რადგან ფიქრობ ერთი ბოლო ბრიფინგია, ხო, როგორც კი და ძალიან მიხარია, რომ პრაიმ ტაიმის პრეს კლუბშია. ალბათ ჩვენ დავასრულეთ საარჩევნო კამპანია, ხვალე ყველანი დავისვენებთ და დაველოდებით მოთმინებით 27 ოქტომბრის შედეგებს. რაც შეეხება შეჯამებას, მოდით ასეთი ფორმით მიმართავ ჩემ მომწევს და მთელ საქართველოს მოსახლეობას, რომ ეს გადაწყვეტილება ეს რა შედეგიც უნდა დადგეს 27 ოქტომბერს, მინდა რომ საამაყო იყოს ქართული ხალხისთვის ეს გადადგმული ნაბიჯი, რასაც მივიღებთ, ეს იყოს წარმატების საწინდარი ქვეყნისთვის და ამაში ვგულისხმობ ძალიან ბევრ რამეს. მინდა გითხრათ, რომ როდესაც ჩვენი სლოგანით გამოდიოდით, რომ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ოჯახია, მინდა ყველას კარგად ესმოდეს, რომ ჩვენ გათვლილი გქონდა ეს არჩევნები არა რომელიღაცა კონკრეტულ სეგმენტზე, არამედ საქართველოს ხვალინდელ მომავალზე. და ეს მომავალი დარწმუნებული ვარ, მინდა იქნება ასეთი დღეს თუ არა ხვალე, მე ვიქნები თუ არა პრეზიდენტი, ამას მნიშვნელობა არ აქვს. დარწმუნებული ვარ, რომ გაიზრდება პოლიტიკური კულტურაც, დამოკიდებულებაც და ის, რომ ქვეყნის ნომერ პირველი საზღუნავი იქნება მისი მოქალაქე და აი გეტყვით რა, ახლა ეს ასეთი დამოკიდებულება აუცილებელი უნდა იყოს და ამაყი იქნება ნებისმიერი მოქალაქე, რომელიც გადასახადს გადაიხდის ქვეყნის ბიუჯეტში. აი ეს იქნება ორმხრივი დამოკიდებულება, ეს იქნება საქართველოს მომავალი, როდესაც სახელმწიფო იზრუნებს თავის მოქალაქეზე და მოქალაქე კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამაყი იქნება იმ გადასახადების გადახდით, რა გადასახადებით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა შეიტანოს მან. ამისთვის ძალიან ბევრი ცვლილებაა გასაკეთებელი, ბევრი ნაბიჯია გადასადგმელი, მაგრამ მე დღესაც ხვალეს და ზეგაც ვიბრძოლებ ამისთვის, რომ ეს დამოკიდებულება ქვეყანასა და მოქალაქეს შორის დამკვიდრდეს. ასევე დავამატებ მე იმას, რომ ძალიან ბევრი პოლიტიკოსი განგვესმის, რომ ამ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული მისი ყოფნა არ ყოფნა ქართულ პოლიტიკაში, მე მგონი არ არის სახელების ჩამოთვლა და ბევრმა თქვა ესეთი გააკეთა ესეთი განცხადება, მე პირიქით ვამბობ, რომ დღევანდელი ჩვენი საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიით პირიქით ჩვენ ვაპირებთ მოსვლას, გაძლიერებას და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ დიდხანს დავჩებით პოლიტიკაში იმ დამოკიდებულებით, რა დამოკიდებულებითაც ჩვენ მოვედით ამ არჩევნებს. მე მინდა მიმართო ახალგაზრდობას, მე მინდა მიმართო საშუალო ასაკის მოსახლეობას, მე მინდა მიმართო მოხუცებს, რომ ალბათ დადგა დრო, როდესაც მათ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სხვისი მითითების გარეშე, გადაწყვეტილება უნდა მიიღონ მომავალზე გათვლილი, საქართველოს ხვალინდელ დღეზე გათვლილი, აუცილებლად ამ გადაწყვეტილების მიღების დროს უნდა გაითვალისწინონ იმ პოლიტიკოსების წარსული, რომლებიც თავაზობენ თავის თავს იმ მათი ქმედებები, რა ქმედებებიც უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ყველამ კარგად დაინახა და ქართული საზოგადოება პოლიტიზირებულია და ალბათ უნდა გაითვალისწინონ დაპირებების შეუსრულებლობა და თქვათ ყველას ბექგრაუნდი აბსოლუტურად ვინც თავის თავს თავაზობს. საბოლოო ჯამში ერთი რამე კი მნიშვნელოვანი იქნება ჩემთვისაც და რადგან წინა საარჩევნო გარემოზე ვისაუბრეთ და კითხვაც მაგას ეხებოდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გარემო საკმაოდ კარგია, ნორმალური გარემოა, დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მიიღებს გადაწყვეტილებას თავისი გონებით და თავისი გულით და მე მოხარული ვიქნები, რომ თუ კი ბოლო დღეს არჩევნების დღეს არ იქნება მცდელობა ზოგიერთი სუბიექტისგან გაყალბების, თუმცა ამაზეც ჩვენ გვექნება ჩვენი ქმედებები, ყავს დაკომპლექტებული თითქმის ყველა საარჩევნო უბანი და ალბათ მოვითხოვთ რამოდენიმე უბნის გადათვლასაც საუქროებისგან და ერთი თხოვნა მექნება CSKO-ს ახალი თავმჯდომარესთან ქალბატონ თამარისგან, რომ მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და ეს არავითარ ჩრდილს არ მიაყენებს არჩევნებს, თუ კი გაიხსნება რამოდენიმე უბანი და შეედარება ოქმები მართლად რეალურად არსებულ ხმების რაოდენობას, იმიტომ რომ ეს ცდილობები უნდა აღიკვეთოს და მე ვფიქრობ, რომ ამაზე კარგი პრევენცია არ იქნება, იმიტომ რომ შეიძლება გაუჭირდეს რომელიმე დამკვირვებელს თავისი ხმების დაცვა და რომელიმე თავის მოკლედ ჩვენ გავაკეთებთ ამას რამოდენიმე უბანზე და დარწმუნებული ვარ, როგორც წინა წლებში ხდებოდა, ეს არ იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, ამას გვაძლევს კოდექსი ამის უფლებას და ნახავთ და ეს იქნება მე მგონი უფრო მეტად წინ გადადგმული ნაბიჯი ამ არჩევნებისთვის და არა დისკრედიტაცია, რომ თუნდაც იქ რაღაცა დარღვევა აღმოჩნდეს.
თქვენ თქვენ ძალიან აქტიურად დააკვირდებით ამ საარჩევნო პროცესს ისაუბრეთ გარემოზე და მე მინდა გითხრათ თქვენი კონკურენტები ესე ვთქვათ და არა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მათ შორის ქალბატონ ნინო ბურჯანაძე აქტიურად საუბრობს რომ ხელისუფლებამ შესაძლოა გააყალბოს აქციები უკვე 28-ში დილით არის გამორიცხული და დაიწყო საპროტესტო აქციები თქვენი განწყობა როგორია დღევანდელი გადმოსახედიდან თქვენ გააქვთ არის მოლოდინი და შესაძლოა მე არ მაქვს ამისი მოლოდინი და დიდი ალბათობით თუ მსგავსი ქმედებები რომელიმე პოლიტიკურმა სუბიექტმა დაიწყო ეს იქნება საქართველოს წინააღმდეგ მიმართული და არა იმისკენ რომ დღევანდელი არჩევნები იყო არაობიექტური ან კიდევ ქვეყანამ სხვა აირჩია სხვას დაუჭირა მხარი და სხვა შემოგთავაზა თუნდაც საარჩევნო ადმინისტრაცია მე ამას ვერ დავიჯერებ უბრალოდ თუ კი იქნება რაღაცა დარღვევები რა თქმა უნდა პროტესტის გრძნობა ყველას ექნება და შეიძლება გარკვეულ აქციას მე თვითონაც შეუერთდე თუ თქვათ ასეთი დარღვევები იყო მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ხოლე ქვეყანაში მსგავსი ქმედებებით ვიღაცებმა დესტაბილიზაციის ცდილობა დაიწყოს არ არის ის გარემო და ის არჩევნები რომლის ასეთი ფორმით გაპროტესტება მიმაჩნდეს მე სერიოზულად ეს იქნება არასერიოზული ეს იქნება უბრალოდ კიდევ ერთხელ რაღაცა პოლიტიკური ქორვების წერა და კიდევ დამატებით რაღაცა დესტაბილიზაციის შემოტანა ქვეყნის სტაბილურობაში დიახ იმიტომ რომ ყველას კარგად ესმის რომ არ არის არც ნინო ბურჯანაძე და არც რომელიმე სხვა პოლიტიკური სუბიექტი რომელიც ასეთ ცალსახად იმსახურებდეს ქვეყნის მხარდაჭერას და აქედან გამომდინარე შედეგი რაც იქნება ის იქნება დავინახავთ ყველანი და დარწმუნებული ვარ რომ ეს შედეგი წინა საარჩევნო პერიოდმა გვაჩვენა რომ არ არის იმ ხარისხის გაყალბება და იმ ხარისხის ზემოქმედება თუნდაც ადმინისტრაციული რესურსის რომ ჩვენ გავაპროტესტოთ ასე რადიკალურად არჩევნების შედეგები პრემიერი და მართალი გუნდი არჩევნებში 70% გამარჯვება შეგვიძლია ბოლო კლუბის მიხედვით რომ ქართული ოცნების საკუთრების კატეგორიული შემოქმედებით საკმაოდ დიდი მაჩვენებელი აქვს გიორგი მარგველის ნაციონალურმა გამოაქვეყნეს გუშინებაში კვლევა სადაც მეორე ტურს არ გამორიცხავს თქვენ როგორ ხსოვთ ეს შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლოა ვიღაც მეორე ტური არის კი ბატონო მოდით მარტო ქართულ ოცნებაზე და ნაციონალურ მოძრაობაზე ვილაპარაკეთ ხო რამოდენიმე პოლიტიკურმა სუბიექტმაც დაუკვეთა ეს კვლევები და რადიკალურად განსხვავებული მაჩვენებლები და პირადად მეც გეტყვით რომ მეც მქონდა სურვილი და მსჯელობა ჩემ მეგობრებთან რომ თქვა დამეკვეთა კვლევა ეს კვლევების დაკვეთა ნიშნავს რას რომ საზოგადოებას მიმოწოდო რაღაცა ინფორმაცია რომ ანუ ვინც იხდის ფულს მუსიკასაც ის უკვეთავს ხო ესე იგი მეც მექნებოდა რაღაცა გარკვეულ პროცენტს დავდებდი და ხალხის ეცნობას შეყვანას მოემსახურებოდა ეს და სხვას არაფერს აქედან გამომდინარე უკვე საზოგადოება მიცის მე დარწმუნებული ვარ ყველა მოქალაქე მიცის საქართველოს მოქალაქე ეს კვლევები გინდა ერთი მხარის გამოქვეყნებული გინდა მეორე გინდა მესამე მხარის არის სუბიექტური და არაობიექტური პირდაპირ გეუბნებით და ჩემი პარტიის ისტორიიდან გეტყვით 2010 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ერთ-ერთმა საკმაოდ სოლიდურმა ორგანიზაციამ გაგვიკეთა კვლევა და ნოღაიდელის რეიტინგი იყო 80%. შედეგები მივიღეთ რა? მივიღეთ 9% საქართველოს მასშტაბით, არავის არ გაკვირვებია არც ქართული ოცნების გამარჯვება, მაგრამ NDI-ის 40%-იანი ცნობილება აქედან გამომდინარე საზოგადოება არ შევა შეცდომაში. მე ხა რამდენიც არ უნდა მოუწოდო რომ აი არ შეხვიდეთ შეცდომაში და არ დავჯერე, ისედაც უშემოდაც კარგად ესმის საზოგადოებას რომ ეს კვლევები ყველა არის ყუილი. ქართული ოცნების 70%-იც, ნაციონალური მოძრაობის 52% და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ საბოლოო ჯამში ახდენს მაინც გავლენას და მე ვფიქრობდი რომ სწორედ გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ჩვენ ამ ბინძურ საქმიანობაში არ მივიღეთ მონაწილეობა, არც კვლევა დაუკვეთეთ და არც არავისთვის მოგვიხოვია. უბრალოდ ისიც კი შევწყვიტეთ რომ ინტერნეტში თქვა სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაგვეტარებია, იმიტომ რომ არც ეს არის ობიექტური და არც იქნებოდა მართალი. აი თქვენ გააკეთებთ გარემოსთან ხარ იმ შედეგის მისაღებად რომელიც დიახ, აი ჩვენ აუცილებლად თითქმის ყველა უბანზე ყავს წარმომადგენელი, რომელიც დააკვირდება ამას. მე თვითონაც ალბათ რამოდენიმე რაიონში ჩემს წარმომადგენლებს გავაგზავნი და დათვალსას დავესწრებით და ყველაფერი, მაგრამ ვამბობ ერთ რამეს, რომ რასაც კიდევ ერთხელ CSKO-საც მიმართავ, ჩვენ აუცილებლად რეგიონებში, რამოდენიმე რაიონებში მოვითხოვთ უბნების გადათვლა საოლქოს მიერ. და კიდევ ერთხელ ხო
ქავატონ თამარს რომ არ მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს კოდექსით გათვალისწინებულია, თუ კი არის საჩივარი და თუ კი ვინმე ეჭქვეს აყენებს ოქმის სისწორეს, გადავთვალოთ და ვნახოთ რა შედეგები იქნება, იმიტომ რომ მე მაქვს ეჭვი რომ შეიძლება მსგავსი რაღაცები მოხდეს. რადგან ასე თქვათ, კარგი ნორმალური გარემო შექმნით წინასაარჩევნოდ, მოდი არჩევნების დღესაც მოვიქცევით სხვანაირად და მივიღებთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მივიღოთ ისე, როგორც კოდექსი მიგვით. და ბოლოს ვკითხავთ, თუ გასაგებია რომ ყველა კანდიდატი არჩევნებში მონაწილეობს გამარჯვებას, მაგრამ აი ამ შემთხვევაში თუ არ დადგება, ოპოზიციის გამარჯვება, თქვენი გეგმები როგორ არის? ოზარვიდან გასაპირებ. ჩვენ პირდაპირ გეტყვით, მე მგონი ყველა მიაქცია ყურადღება ჩვენ კამპანიას, რომ ჩვენ არასოდეს არ ვაკეთებდით იმ პოპულისტურ განცხადებებს, არც დაპირებებს ვიძლეობთ თით მოსახლეობის მიმართ და ერთადერთი მიზანი და ჩვენი კამპანიის აგების უმთავრესი ნაწილი იყო, რომ 27-ში არც იწყება და არც მთავრდება არც პარტიის, არც ჩემი პირადი ცხოვრება. ჩვენ 28-ში უნდა გამოვიდეთ და ყველას თვალებში უნდა შეხვდეთ. აქედან გამომდინარე, მე ისედაც ვთვლი, რომ წინ გადადგმულნაბიჯია, მე ისედაც ვთვლი, რომ გამარჯვებას მივაღწიეთ, მარტო იმიტომ, რომ ჩვენ ახალი ხედვა, ახალი დამოკიდებულება შემოვიტანეთ ქართულ პოლიტიკაში და ჩვენ ისევ გავაგრძელებთ ამ საქმიანობას და უფრო აქტიურად, უფრო ევროპულად, უფრო ინტელექტუალურად ვიდრე აქამდე ვაკეთებდით და დამეჯერეთ, რომ რა შედეგიც არ უნდა დადგეს, თუმცა საკმაოდ ნორმალურ შედეგს ველოდებით. მე ვთვლი, რომ წარმატებული კამპანია ჩავატარეთ და საზოგადოებას მივაწოდეთ სულ სხვა პროდუქტი, რასაც ვერ იღებდა ვერასოდეს ქართული ამომრჩეველი. დიახ, ბევრგან არის. აი სამცხეში სულ ყველგან ეს არაფერი არ შეცვლილა, მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს საკითხი დამკვირვებლების პრობლემა გახდება და ალბათ საერთაშორისო ორგანიზაციებიც მოხვდებიან, რა ფორმით იქნება, თქვათ, საოლქოსა და მათ შორის მე ვფიქრობ, რომ იმ დროს, მაგალითად ახალციხეში მარგველაშვილის ბანერები და დროშები უნდა მოიხსნას აუცილებლად, იმიტომ რომ 20 მეტრაში აგიტაცია აკრძალულია კოდექსით და 20 მეტრაც არ არის, თუ არ ვწდები განსხვავება მარგველაშვილის შტაბსა და ახალციხის, იგივეა ნინოწმინდაში და იგივეა ახალქალაქშიც. კანონ დადო ახლა, თუ კი 20 მეტრის ახლოს აგიტაციის გაწევა არ შეიძლება და თქვა ვერ დადგება ვერც კოორდინატორი და როგორ შეიძლება საარჩევნო შტაბი თავისი ბანერებით, თავისი განათებებით და დროშებით იყოს საოლქოსთან. ისე სხვა შორის საოლქოების დამოკიდებულებაც მიუხედავად იმისა, რომ თქვა ჩვენ რო ვიძახით, რომ თქვა სამცხე და ქვემო ქართლი ისეთი სტერეოტიპები აქვს, რომ აუცილებლად მართლ გუნდს უჭერენ ხარ, სხვა შორის ეს თვითონაც არ სიამოვნებთ. თვითონ CSKO-ს ადმინისტრაციასაც და თავმჯდომარემაც კი გამოთქვა პროცესი, რომ ეს რაღაცა დამოკიდებულება ცოტა ზეწოლასაც ახდენს მათზე, მაგრამ საბოლოო ჯამში არჩევნების დღეს როგორი მოქმედებენ, ამას აუცილებლად ნახავ რა, აუცილებლად. არ ვიცი, ალბათ მეტრიანი ჩავალ, დაუზომავ და ვეთქვი, დაურეკავ ქავატონ თამარჟვანიას, რომ ეს არ უნდა ხდებოდეს, ეს იქნება დარღვევა, ჩემი აზრით რა. გავზომა. ახლა მართლა ისეა რა, მართლა ძალიან ახო საერთოდ დაინტერესდით ნა. პირდაპირ აი გზა არის 10 მეტრის სიგანე, გზის საკითხი არის მარგველაშვილის ოფისზე, პირდაპირ მის წინ საოლქო. იგივეა, ოღონდ ერთ მხარეს არიან ნინოწმინდაში და ახალქალაქში. სვანეთის კადრების გავწევდა, მე მგონი სადღაც საუნდტრეკში დავით ბაქლაძის. კი, ნუ სვანეთში არ ყოფილა ნოახერხე ჩასვლა და სადაც ნოახერხე, მართლა იცით როგორ არის, როდესაც ახლა მე ჩავდი, მე არა ვარ CSKO-ს წარმომადგენელი და საოლქოს მისამართები ზეპირად არ ვიცი და იცი რა მარტივად პოულობდი, სადაც დავინახავდი ბაქრაძის მარგველაშვილის შტაბს, ვიცოდი რომ იქ უნდა ყოფილიყო საოლქო და არ მარტივად პოულობდი რა. დროშებს გავყვებოდი და მივიდოდი იმასთან. საოლქო კომისიაზე. დიდი მადლობა.